ვარჯიშს რომ დიდი ხნით თავს დაანებებ და შემდგომ როცა განაახლებ, უცბად რომ დგები ფორმაში რამოდენიმე კვირაში, მოდი განვიხილოთ, შენ ხარ განსაკუთრებული თუ ყველა ასია. თუ დიდხანს ვარჯიშობდი და შემდგომ რაღაც პერიოდის გამო მოგიწია შეწყვეტა, კუნთი განიცდის ატროფიას, ანუ განალევას, კუნთი განილევა, თუმცა ეს ანიშნავს, რომ კუნთის აღდგენას ისევ წლები დაჭირდება. როდესაც ზოგადად გამოცდელი ხარ და პირველად იწყებ ვარჯიშს, რა თქმა უნდა, შენი კუნთოვანი ბოჭკოები განიცდიან სტრესს. ამ დროს სატელიტური უჯრედები უერთდებიან კუნთოვან ბოჭკოებს და ასე ვთქვათ, მათ გადასცემენ თავიანთ ბირთვებს. ეს ბირთვები, ასე ვთქვათ, ერთგვარი მართვის პულტია ცილის სინთეზის. რაც მეტია ბირთვი, მით მეტი კუნთოვანი ქსოვილი შექმნა შეუძლია ორგანიზმს. ზემოთ ხსენებული ბირთვები, რომელიც ჩამოყალიბდა შენს უჯრედებში, არ ქრება და ინახებას ვთქვათ, არ ქივდება შენს ორგანიზმში. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეს ბირთვები მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება ჩვენს ორგანიზმში. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებულია კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ არსებობს ეპიგენეტიკური მეხსიერება. გასაგებად რომ მაგიხსნათ, წარმოვიდგინეთ, რომ დნმ არის წიგნი. გჭირდება, რომ ააშენოს შენი სხეული, კუნთოვანი მასა ამ შემთხვევაში. ვარჯიში ამ წიგნში ახდენს, ასე ვთქვათ, სანიშნეებს აკეთებს მნიშვნელოვან ადგილებში. და როდესაც შენ ვარჯიშს წყვეტ, ასე ვთქვათ, წიგნს ხურავ. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი შენახულია, ხო? სანიშნეები ხომ ისევ წიგნშია. როდესაც შენ ვარჯიშს განაახლებ, როდესაც წიგნს გადაშლი, ზუსტად იმ სანიშნეებზე გადაიშლება, რომელიც შენ უკვე მონიშნე შენი ვარჯიშით წიგნში, ანუ დნმ-ში. გონი არც მარტო დავს. ანუ ვარჯიში ცვლის გარკვეული გენების მარკერებს. რომ ეძახიან ხოლმე, რომ აი კუნთები გამიქა, კუნთები დაუპატარავ და იმახსოვრეთ, რომ კუნთი არ კვდება, მაგას ქვია აპოპტოზი, ანუ უჯრედის სიკვდილი. ამას ქვია ატროფია, ანუ ატროფირდება კუნთი, ანუ განილევა, რომელიც აღდგენაც ძალიან ჩვეულებრივად და შესაძლებელი. ღმერთმა დაგიფაროთ აპოპტოზისგან. ასე რომ, თუ ვარჯიშის განახლება გინდა და დემოტივირებული ხარ, რადგან გონია რომ ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დაიწყო, დამიჯერე, თუ ადრე დიდხანს ვარჯიშობდი და გაქვს ასე ვთქვათ ბაზა, რამოდენიმე კვირაში ჩვეულებრივად შეძლებ ჩადგე ფორმაში.